საერთოდ დარბაზია აქ? დარბაზის საფუძველი არის ადმინისტრაცია. ადმინისტრაცია არის ირგვლივ. ამ დარბაზის ირგვლივ არის ოთახები სამუშაო. და იქ არის სამუშაო ოთახი. ეს ოპერატიული პროცესი სადაც მუშაობს 20 საათის განმავლობაში. მე წერტილიდან 1-1-2 საკრებში შემთხვევაში არის შემოდის აქ. რამდენი აქ დაბაზი? ხელზე სიმიღებენ 8 წელს. ოპერა სტრესული სამუშაო. 12 საათიანი სამუშაო პლუს 40 წლიანი დაზვერვა. ტრანსპორტის მართვა ხდება. ხო. შუქნის შეგის მართვა. საცობებია მე. ეს უკვე თბილისში ორ ქუჩაზე ან ჭავჭავაძეზე და ეხა პეკინზე კეთდება. ეგ არის ავტომატური მართვა, სადაც დიდი საცობია ნაკადი, იმას კომპიუტერი უცვლის პროგრამას და ატარებს. ეხა ეგ მთელ თბილისზე გავწევდა. თავიდან ის მქონდა რომ მთელი საქართველოსთან რამდენად მოხდებოდა მთელი საქართველოს ზარების მიღება და დისტრიბუცია. თავისუფლად ეხო ყველაფერი. აი რა განსხვავებაა დღევანდელ საქართველოს და ვარდების რევოლუციამდელ საქართველოს შორის. სასწრაფოს რო გამოიძახედი, იყო სასწრაფოს ბევრი ნომერი. კერძო სასწრაფოები იყო. თან სიტყვაზე მანქანა რო დაგჯახებოდა ქუჩაში, თავი რო არ წამოგყოდა, არ გეჩვენებია შენი ფული და რაღაცა არ მოვიდოდა, მაგრამ ერყო რაღაც 12 თუ 15 კერძო სასწრაფო თბილისში და ყველას ჰქონდა ცალსაკე ნომერი. საერთო სასტრაფოს ნომერი არ მუშაობდა, არ იყო და ჭირდებოდა სასტრაფოს დაწყებული 20 წუთიდან და დამთავრებული საათობით, რომ მოსულიყო, თუ მოვიდოდა. პოლიცია იყო ჩაკეტილი პოლიციის შენობაში და გერეკა რამდენი დღიდან. და მე დადგა პერიოდი, რომ პოლიციასთან ჯობია არ დაგერეკა, იმიტომ რომ მინდა შევახსენო, რომ ვისაც არ ახსოვს, რომ ალავიძე იყო თბილისის პოლიციის უფროსი და ყველა რაიონის პოლიციის უფროსი თბილისი იყო ბანდიტი. ჩვენ ჩამოყალიბეთ თანამედროვე ნამდვილი სახელმწიფო ინსტიტუტები, თუნდაც ამის მაგალითზე ჩანს ძალიან კარგად. და ჩანს ისიც რომ რეალურად ერთ-ერთი საუკეთესო გვაქვს სოფლიოში. ეგრე ხილარი კლინტონით აქ ხო გვაქვს ჩავიდა და ეხა ისრაელში კითხულობს ლექციას თელ ისრაელს და საერთაშორისო მედიას უკითხავს, კიდევ ვერ გამოვიდა ბათუმის შტაბ-ბიჭებიდან და კიდე იუსტიციის საფრთხე აყავს ცაში. ჩვენ გვაქვს რაღაცებს ვაკეთებთ ძალიან ეფექტურად. და არ შემიძლია არ ახხოვანე მართლა. რამდენი გამოწეხება დღეში? რამდენი დამრეკავე დაახლოებით? ის განმავლობაში 15 ზარი მოდის თქვენთან მარტო? 15 არა, მაგრამ თქვენთან რამდენი მოდის საშუალო? დისპეჩერას შეანაწილებს ზარებს? არა, ზარები შემოდის. ხო. მე უყურებთ ეკიპაჟს. მაგრამ ვის ეკიპაჟებს რო გქვა პოლიციის თუ სასტრაფოების? სასტრაფოების მუშაობს საშუალოდ სასტრაფო რამდენი ხანში მიდის ახლა? როგორ არის? უთიათი საშუალო. პოლიცია რა ხანში მიდის? პოლიცია ძალიან მოძრაობენ პატრატებში და არჩევებიდან გასვლები შესაძლოა. ვაკის რაიონის დეპუტატი ვიყავი და აი ეს მეოთხე მიკრორაიონი იყო ყველაზე უიმედო შემთხვევა, რაც საერთოდ ჩემ პოლიტიკურ პრაქტიკაში მქონდა შეხვედრილი, იმიტომ რომ ესე იგი, ესეთი უგზო ადგილი საქართველოში. სადაც აი გზა თუ როდესმე საერთოდ როდეს მოვიდოდა საიდანვე ქვემოდა იქიდან ამოსასვლელი იყო და სამარშრუტო მარშრუტკები აჩერებდნენ, ნუ ავტობუსები ხო არ იყო და არ იყო და მარშრუტკები აჩერებდნენ, სადღაც ხრამი იყო კორპუსებამდე და ხრამის იქით და ხრამი მე უნდა გადმოელახა, თუ ადამიანი ოდნავ მაინც უჭირდა სიარული აქ სახელმწიფო ჯობდა არ გამოსულიყო. ინფრასტრუქტურა გარშემო იყო, ყველა ეს ცუდი რაც შეიძლება იყოს. ეხლა გზა ნახეთ, მოდის ეს ხო მოდის და მოდის ეს უმაგრესი გზა არის. რამდენჯერმე ამოვიარე ბოლო ხანებში და მე თვითონ პირი დავჩენილი ხარისხიანია და ამის გარდა შემდეგ ეს გზა მუნიციპალიტეტის პლატოების გავლით აღარულია უკვე ძირითად ტრასას გადავლენ ქვემოთ ვაშლი ჯვარზე. მერე გადავლენ მევხვი და მოყმის ძეგლთან და იქ ხერხდება ახალი უმაგრესი ხიდი თბილისში და იმ ხიდით იმოძრაებენ მარცხენა ნაპირზეც და მარჯვენა ნაპირზეც. მუნიციპალიტეტის მეოთხე მიკრორაიონი ხდება ერთ-ერთი ყველაზე ცენტრალური ადგილი თბილისში, თან წარმოუდგენელი ხედებით, სილამაზით, სუფთა ჰაერით და თან ხდება ცენტრი. აი ეს არის ახალი გეოგრაფია თბილისის, რომელიც ჩამოყალიბდა მარტო ეს სილამაზე არა, რომელიც აქ იდგა. ახლა ვიღაცამ შეიძლება თვალში არ მოხვდეს ამის არქიტექტურა, ვიღაცამ თქვას, რომ ეს არის და ის არის და ამ შემდეგ, მაგრამ ამაში არა საქმე, ფუნქციონალურად მე წამოვწვევ, ფუნქციონალურად ეს არის ცრიანი ამოტრიალება აქ ცხოვრების ხარისხის. აბა შორის თუნდაც იმიტომ რომ რაღაც ახალი ობიექტები ჩდება.